შეფის წესი. შეფის წესი. შეფის რომელიც უფრო კარგად იხსნება იმაზე რომ განაღოთ ასოგი მაშა უკვე ის არის სტერილიზაცია. ესე იგი კლასიკურ მეთოდად ითვლება დავით. ისმენთ. ისე შეყვარებულს. კან შეყვარებული. კი. მე მწერდად. შენ რანაირად იქნებ შეყვარებული? არა, მე მწერდად ხურავთ. ამ მოჩაი ჩაროს. ეხლა ხედავ დავით. მითხარი როდის ჩავთო და გეტყვი რომ გადამწყ. ესე იგი კლასიკური მეთოდი მაშის ხელში დაჭერის დროზე დახურის შეფის მეთოდი. ისე სამია შეფის პარჩის იანთის. დღეს მოდის შეფის განვიხილოთ ჭირლობის მოვლასთან ერთად. ეხლა რას ნიშნავს ეგ? როგორ რა წესია რა? ყველაზე მეტად ამას იყენებენ. თქვენ არავინ არ დაგიშლით, პარჩის თუ უფრო მოგეწონება პრაქტიკულად ისე, თუ იანგის ისე, მაგრამ მიღებული რომელსაც უფრო ანუ ხშირად გამოიყენებენ ხოლმე, ეს ყოფილა რომელიც შეფის მეთოდი. ეხლა რას ნიშნავს, როგორ ვიჭერ მაშას, ხელში დაჭერის თავისი წესი აქვს. ვიჭერ გაჩვენოთ და ნახეთ. ეხლა ნახეთ, ეს უნდა აღწერო. ესე იგი, მაშა დევს რომელ თითებზე? რომელი ეს თითები? მეორე, აქ ეს ხო პირველი. ეს მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე. რომელ თითებზე მიდევს მაშა? მეორე. მეოთხე და მეხუთე. მეორე. მეოთხე. მეორე მესამე ხა ხო მეორე. მესამე რატო გამო? მესამე ეს არ არის შიგნით. ბიჭო, მესამე შუა თითი მეორე თითი. იქნე დოგიჭიროს. აბა მესამე. აი ეს 4 თითი უნდა გამოვხილოთ ყურადღება. აი მიხა თლაში უნდა ვეღარ მეც დამრავეთ. წეგან ესე მქონდა? კი, ეგრე ხანდა. ესე იგი რომელ თითებზე დევს? სწორია, მე უბრალოდ მეორე, მე პირველზე არა. მეორე, მეოთხე, მეხუთე თითებზე დევს მაშა. ანუ ეს თითები მოთავსებულია მაშის სახელურზე საიდან? გარედან. ეგ უნდა მითხრათ, ხო შეიძლება შიგნით მომეთავსებინა. ეხლა ნახეთ, სახელურებს შორის რომელი თითია? მესამე. და წერა თითი სად არის მოთავსებული? რას შორის? სახელურებს შორის რის ქვემოთ? ჩამკეტის ქვემოთ. ისე რომ რბილი ნაწილი ამ თითის საით არის? შიგნით არის? უკან. ეხლა რა მინდა რომ დაიხსოვოთ ბავშვებო. ეს წერა თითი, ანუ პირველი თითი, ჩამკეტიდან მოაშორეთ, ნახე, ასე ნახე, ვერაფერს ვერ უზა. ეს ნახე, ამ თითს დაიყოლებ თვითონ სახელურებში, თან ვერც ჩაკეტა, ვერც, ანუ ჩამკეტი მექანიზმიდან, აი მოშორებით მაქვს, მიხვდით? აი ესე. და არა სად? ახლოს. ამას მნიშვნელობა აქვს. და ეს თითებიც სახელურის უფრო რომელ ნაწილში მაქვს? ზემოთ თუ ქვემოთ? ქვემოთ. ეხლა მაშის გაღება ხდება თქვენ იღებთ, მაგრამ მე ეს უნდა ვამოძრაო, სხვა გზა არა მაქვს. აი ამ თითის, აი განზიდვით. შეხედეთ, როგორ გავა, ხო? ანუ მესამე თითის მეშვეობით განზიდავ, ანუ გავაღებ რას? სახელურებს. აი კიდე გავაკეთოთ. ეს აქ არ მიიტანოს თქო ბევრჯერ გამიგო. ესე იგი, გაღება ხდება, აი, გავაღე, რა თქმა უნდა, მოშორდა. ეხლა ხო უნდა ჩავკეტო, ამ თითს გამოვიტან, მესამე თითი, მოვათავსე გარედან მეორე, მეოთხე, მეხუთე თითები სადაც მქონდა, ეს რჩება სახელურებს შორის. ეს თითი რატო რჩება, იცი? რომ მაშა ჩაკეტვის დროს არასდროს პოზიციაში არ მქონდეს. გეხმარება. გასაგებია? გავიმეოროთ კიდე? აი ესე რომ დავადებ, თქვა, გამოვიტანე უკვე, ხო უნდა ჩავკეტო, ანუ ის მესამე თითი გამოვიტანე, ეს თითი დავტოვე სახელურებს შორის და ანუ ეს ხელს უშლის, რომ არასდროს პოზიციაში არ მიიტანო მქონდეს მაშის სახელურები. ანუ პირველი თითი რჩება. ეს არის კლასიკური მეთოდი, რა ქვიებია? შეფის მეთოდი. სულ ერთია, რომელი მაშასაც არ უნდა იჭერდე. პირდაპირ დავიჭერ უნივერსალურ მაშას,
რავებინა ბაიურ არა აქვს მნიშვნელობა ქვედაყბაზეც აი ესე დავიჭერ აი მეტი გამზიდე მოხდა ქვედაყბის მასშ ავიღოთ თუ გინდათ საჯანდაბეში ნოლარის მასშ ავიღოთ იღება ეხლავე ბავშვებო მიხვდით ამ შეფის კაი პარჩი და იმის მეთოდს აქტივს ესენი მერე სხვა დროს ახსნათ აი აქაც იგივეა ნახეთ ესე იგი ეს მიჭირავს სად სახელურებს შორის აი ხედავთ ოღონდ აქეთ ვიჭერ ამას ყველას კითხავ მაშინ დაჭერის წესებს გაიგე ანუ ამითი გავზიდე გავიტანეთ და ხურვის დროს მოვათავსე გარედან ეს თითი დამჭა ეს არის შეფის